მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე დღეს აღარ აინთება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეკუთვნის დედაქალაქის მერს და საქართველოს მთავრობას. კახაკალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ის პროვოკაციები, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მოაწყეს. მისი თქმით, ესროლეს შუშის ბოთლები როგორც ნაძვის ხეს, ასევე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენას. პარალელურად კახაკალაძემ დღეს საკრებულოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, მათ ვინც იყვნენ ქუჩაში გამოსული ბავშვებთან ერთად და ვინც ელოდებოდნენ საზეიმო ღონისძიებას. კახაკალაძე მათ მოუწოდა, რომ არ მისულიყვნენ ნაძვის ხესთან, რადგან ის შესაძლო პროვოკაციები, რომელიც ამ პროცესში იყო დაგეგმილი, თავიდან აეცილებინათ. როგორც მოგეხსენებათ, დღეს 7 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ლოგიკურია, ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია თბილისის საკრებულოსთან, ბავშვებთან, პატარებთან ერთად და რა თქმა უნდა, მათ არ მივცემთ საშუალებას, რომ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მათ მოუწოდოთ დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს. აღნიშნულ ღონისძიებას რაც შეეხება, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გავმარტეთ, რომ ეს არის საახალწლო ზეიმი, რომელიც განსაკუთრებით, ახალი წელი ყველას უხარია, თუმცა ყველა ვიყავით პატარები, ბავშვები და განსაკუთრებით აღნიშნული დღე საახალწლო ღონისძიებები არის განსაკუთრებული ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, პატარებისთვის და ის ტრადიცია, რაც იყო დედაქალაქში, საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ილუმინაციების ქალაქის განათება, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადებები, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს ეზეიმათ და აინთოთ საახალწლო ნაძვის ხე. გუშინ მაგალითად მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა უბრალოდ ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ. შესაბამისად მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგასწრებით დამატებით ინფორმაციას ამ ყველაფერთან. მოქალაქეები დღეს ბავშვებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ნაძვის ხის საზეიმოთ ანთებისათვის. შესაბამისად, მათი გარკვეული ნაწილი ადგილზე შედარებით უფრო ადრე მივიდა, ანუ იქამდე სანამ კახაკალაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გააჟღერა. შესაბამისად, ისინი იდგნენ იქ, სადაც შეკრებილები იყვნენ აქციის მონაწილეები და იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება არ გამწვავებულიყო და არ დაძაბულიყო, მათთან ჩავიდა მამუკა მდინარაძე და ასევე ქართული ოცნების
მოძრაობის სხვადასხვა ლიდერები და მათ იქ შეკრებილი მოქალაქეები, ვინც მისულები იყვნენ ნაძვისხის ასანთებად ბავშვებთან ერთად გამოიყვანეს ტერიტორიიდან იმისათვის, რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, ვითარება არ გამწვავებულიყო აქციის მონაწილეებსა და ნაძვისხის ასანთებად მისულ მოქალაქეებს შორის. წამსვლელები არიან და ჩვენ შევხედოთ აქ ბევრი ბავშვი არისო, იმ ცოტა ბავშვს ეკნებოდა სკოლებში. აგერა ვარ პირდაპირ გავუშვი. აი მაგას ახერხებათ. დიდი მადლობა რომ ვითვალისწინებ და დავიშალეთ, ა? ბიჭებს მადლობა გადაუხადეთ. ეხა კიდე ნუ ანერვიულებთ შუაში ჩაგ ხო რა თუ შეიძლება. ბოდიში. კაცი რაღაც უდ რაღაცაზეა წამსვლელი და ამიტომ ეხა ეს არ დავძაბოთ ეს სიტუაცია. ბოდიში. დიდი მადლობა. იქიდანაც ვიღაცები იყვნენ და ჩაიხსნე პრობლემა აღარ არის. დავიქეთ, აბადროე. ბატონი კაფი სად არის? ბატონი კაფი სად არის? დამშველობა. არა, მე რა გამო მე აგერ ვიყავი და უფრო მალე მოვიდა. მიზეზი? ნუ ხართ რა, ნუ ინტრიგნოთ არა, მაინტერესებს. ანუ მიზეზი ის რომ თქვენ რას გინდათ ის არ მოხდეს. ეგ არის მიზეზი. ახი ვერ გამოვიდა თავად. ახი სხვაგან არის იქიდან. მე ვიყავი გვერდზე პარლამენტს და ჩამოვედი და ახი არის კანცელარია. საჯარო მოხელეს მოაფრინეთ რამდენი ხალხი მისთვის გამოიყურეთ თუ გადაგა. კაი. აბა რომელი საჯარო? აბა რომელი საჯარო? თქვენი ხადამჭერი ხო? ხარდამჭერი კი არა, ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და ხალხის სიკვდილი გინდოდა. ხე ბოლო მართლა ნუ გაახურეთ რა ხარისო ადამიანები მაშინ ისინი რატომ არ გააფრთხილეთ მოსალოდნელი პროვოკაციაში? ბატონო მამუკა, სასამართლოზე უნდა დავსვათ ნაციონალური მოძრაობა. ყველა შემთხვევაში. ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი და ეს დაძაბულობა გადავიტანოთ სასამართლო პროცესებში. არ არის მარტივი ამბავი. მოხელავთ ყველაფერზე მიდიან, ყველაფერზე. ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ იმისთვის, რომ დაპირისპირება აგვეცილებინა თავიდან. დღეს სიტუაცია საქართველოში არის გარკვეულწილად ისეთი ემოციური და შესაბამისად ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, არ მოხდეს ესკალაცია, არ მოხდეს დაძაბულობა. ეს ყველაფერი აწყობს ერთადერთ ძალას, რომელიც არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ეს ხალხი, ვინც დღეს იყო მოსული ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე, არის ორიენტირებული, რომ გაიზიაროს ის სიხარული, ის განწყობა, რაც ახალ წელთან არის დაკავშირებული და დანარჩენი საზოგადოება, რომელიც მეორე მხარეს დგას, არის დაპირისპირებისკენ მიმართული. ჩვენი მიზანია, ჩვენი ამოცანა, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთში არ დაგვეპირისპირებინა. ეს არის მთავარი. პროვოკაციებს ავარით და ხალხი იყო გამოსული ოჯახებით, ბავშვებით, შვილებით და საფრთხე ავარიდეთ ხალხს, ავირიდეთ, რომ არ მომხდარიყო რამე პროვოკაცია. ეს არის მთავარი. როგორც ყოველთვის შვიდობა და მშვიდობა. პირადად, ოჯახურად და ქვეყნის მასშტაბით. ასე რომ ამიტომ გადაწყდა ეს ამბავი. მაგრამ ნაძვისხეები აინთება არა ერთხელ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენთან ერთად. მე მაყურებელს შევახსენებ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვისხე აღარ აინთება როგორც კახაკალაძემ განმარტა ნაძვისხე აინთება მაშინ როდესაც რადიკალური ოპოზიცია ბავშვებს აღარ გადაეღობება იმისათვის რომ ქვეყნის ნაძვისხე აანთონ. მადლობა პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა.